სალომე, ეხლა რა უნდა გითხრა? ვიფიქრე და გადავწყვიტე და ესე არ გამოვა. რატის უნდა უთხრათ აუცილებლად ჩვენი ამბავი, გაიგე? ხო, იმიტომ რომ მე რიდება უკვე რატის თვალებში ვეღარ უყურებ სალომე რა. ხო. კარგი, ხო აგნახავ, კარგი. კარგად აბადროებით, აბაშენიც, კარგი სალომე. აუ, ხო, ეხლა როგორ უთხრა, საიდან დავიწყო? რანაირად დავიწყო? უი, რატი. რა კარგია სახში რო ხარ, რატი. რაღაც უნდა გითხრა, რატი, საქმე მაქვს შენთან სერიოზული. მაგრამ რა არის, თან აი მსხვენია. კარგი რა, პატა, რისი მსხვენია, მეგობრები არა ვართ, არ მოგერიდოს, პატა. მითხარ. და არ შემეშინდეს? კარგი რა, რისი უნდა შეგეშინდეს რა. გამოგივიდე, პატა. რა ვიცი. პატა. სავარძლები და დივანი რა იქნა? სავარძლები და დივანი, ხო. რა უნდა მოგიყვან მაგაზე მართლა ის. დღეს ვიყავი დივანზე წამოწოლილი. ხო და გოგლი მოქვს თქვებდი, გაიგე, წამოწოლილი ესე ვიყავი და გოგლი მოქვს თქვებდი და თან ფიქრობდი რატის. რანაირად უთხრა, მეთქი რომ ესე და ხო ხდები და ამ თქვეფაში ესე ნერვიულობაში და თქვეფაში ესე აიტყობა, მაგრამ ამომეთქვიფა და გადმომეთქვიფა. გაიგე? ავდექი და დივანი არ დავსვარო მეთქი და გადავჯექი სავარძელში. სავარძელში გადავჯექი და ხო ყურა გადათქვეფირე ესე ტანსაცმელზე და ეს დივანის მივათქვიფე მე, გაიგე? ხო. მივათქვიფე ამ გოგლი მოგლით. მე ეს დივანი რომ მივათქვიფე, ვიფიქრე ესეც არ დავავდექი. აქ რატო გადმოვედი ამ დივანზე? ამ სავარძელზე რატო დავჯექი? არ ვიცი დღესაც რატი ეხაც ვერ ხვდები. აქაც დავჯექი ეს მივათქვიფე, დათქვეფილი და დავტოვეს ეს და ეს დათქვეფილი გოგლი მოგლი, მithქვეფილი მოთქვეფილი ეს დივანი და სავარძელები ავიღე და ჩავიტანე ავტოსამრეცხაოში, დავტოვე რომ ვიფიქრე იქ კარგად ამოთქვეფავენ მეთქი. რა გავთქვიფე? ეგ როდის გაშრება, პატა, წარმოგიდგენია შე? როდის იქნებ? აუ, დაწყებულა, შეხედე, პატა, რა მაგარი ბოქსია. რა დაიწყო? ბოქსი? მიდი, რა შეება? შეხედე რა საკეთებს რა. დისტანცია, ბიჭო, ახლოს ნუ დგეხარ, ვერ დაარტყავ, დისტანცია, გამოდი. დისტანცია მოიცა, ანუ დისტანცია რო მაშინ უფრო კარგად ვდგავს? აბა რა, ახლოს რო დგას, როგორ დაარტყავს, პატა, ნახე. ახლოს ვერ, ესე იგი დისტანციაც სუდია გასე. რა საინტერესო. რატი რა უნდა გითხრა ისა რა ქვია? აი დისტანციაზე გამახსენდა ხო ხდები და ეხლა აი რო ფიქრობდი მივხვდი რომ სიყვარული მარტო ბრმა კი არა უნამუსოც ყოფილა რა. ხო, რა გჭირს? მე არაფერი, ჩემ მეგობარს ჭირს რაღაც. ვის ვიცნობ? არა, შენ არ იცნობ, უბრალოდ ჩემ მეგობარს მოწონს ერთი გოგო და ამ გოგოსაც მოწონს რატი ეს ბიჭი და რას ფიქრობ შენ ამაზე? აფა მე რა შუაში ვარ? შენ რა შუაში ვარ? რატი და მოკლედ ეს გოგო არის ჩემი მეგობრის და. მეგობრის და? კი. იგავარაკია, ნუ ნამდვილი ამბავი. რატი იგავარაკია თუ ნამდვილი ამბავი? რა გიცან მაგრამ რა არის შენ რატი ეხლა ხუმრობ აქ რაღაცეებს და ხომ მითხარი რომ თუ რამე მოგინდეს რომ მითხრაო, წეგან ხომ მითხარი? ხო და მითხარი. ხო და ეუბნები და აბა მისმენ რომ ხომ მითხარი შენ რომ თუ რამე გინდა რომ მითხრაო, წეგან ხომ მითხარი? ბატა დავიბენი, რამდენი მითხარი? ერთი მითხარი. ხო და რატი? მაგას გეუბნები მე შენ, ერთი მითხარი გითხარი და აბა მისმენ რომ გითხრა, აჰა. გისმენ, აჰა, მითხარი. აბა ხო და რამდენად მისმენ, თუ ხარ გითხარი მე კიდე კაცო. სად არიან ნეტა? ალბათ მოსაწევად იქნებიან გასულები.
ქალბატონო ნესტან, ჩემს დაწინაურებაზე ხომ არის მის რამე? უიგი არა, გამარჯობა ელენე. გამარჯობა. Გარგი გეხმურე. ლალი არ არის მოსული. რა კარგი იუმორი გაქვთ. უცხო. ხო. ლალი, მე მგონა ლალი თქვენთან ერთად არის. მაშინ სასადილოში იქნება. როგორი ყორჩაღი გოგოა. როგორ ყველგან მუშაობს. რაღაცნაირი კრეატიული ადამიანია. ძალიან. ქალბატონო ნესტან, პრესკონფერენცია დავნიშნე 3 საათზე. ძალიან კარგი. ხო და ეხლა მოხსენი. მე და ლარი რო ვიყავით მოსაწევად გასული, იქ მოვილაპარაკეთ, რომ იქითა კვირაში გადავიტანოთ. ელენე, შენ შულს არ მოსწონს ხო ჩოგბურთი? ნიკა გიждდება ჩოგბურთზე. იცი ვარჯიში არ იყო დამთავრებული, რომ ეგრევე გაიქცა. ეს იმიტომ გაიქცა, რომ მალე მისულიყო სახლში, რომ დაეძინა, რომ მერე მალე გათენებულიყო და ისე ვარჯიშზე წასულიყო. უცნაურია. კრეატიულიც. ლალი რომ მოვა დამიძახე. დიახ. ნიკა. ლალი მოხვედი, ნესტანი კითხულობდა, წეღან საქმე აქვს შენთან. წავალ მაშინ დაუძახ. მოიცა რა. არ დაუძახო, გეხოცები, ხო იცი, მოვა და დაიწყებს ახლა. მოდით მოვითათბიროთ, რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩავიყაროთ ხოლმე ყავაში. მე ვფიქრობ, რომ 2 ოპტიმალური ვარიანტია, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს. იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ ნაღები აუცილებელია. არ ვიცი. ელენე, არ დაუძახო, გეხოცები რა. უთხარი რომ თავი მისკდება. ვითომ რამე საქმე მაქვს? ვითომ? კარგი რა ელენე რა. ეგ ხელმოწერილი საბუთები მომეცი ხო მაგიდაზე რო კიდევს? აქ არც ერთ საბუთს არ აქვს ხელი მოწერილი ლალი. ხო და ბარე მოაწერეთ და ისე მომეცი. რითი ხარ გითხარი რა. რატი ის ცოდე ხო იმედო ხო მე მითხარი რა ეხლა მეგობარია და რაღაც უნდა მითხრას ისმენ მითხარი ხო მოკლედ გითხარი ხო რას გეუბნები რო რა საბა ხო და ის მე გითხარი და რითი ხარ გითხარი რატიკას არ დაგავწყდეს მე მითხარი ო გეტყვი მე გითხარი ხო გამარჯობა ბიჭე. გამარჯობა. სკოლები უნდა წავიღო დღეს ჩემი ემზარს დაბადების დღეს უი მოსალოცად გქონიათ ქალბატონო საქმე გილოცავთ და რას მილოცავ დღეს კი არა აქვს დაბადების დღე? დავაგვიანეთ ანუ გუშინ ქონდა ხო? არც გუშინ 3 თვის წინ ქონდა მაგრამ მე ვიყავი ჩემი ირასთან საბერძნეთში. ხოდა დღეს დაუპატიჟე ყველა და პატაბა შენს ყველა სკამი უნდა წავიღო. ხო მაგრამ ყველა სკამი რო წაიღოთ ქალბატონო დივანი აღარ გვაქვს საურძლიბერ გვაქვს რა ვქნათ მე ჩვენ აი მე ეს სკამი არა გვაქვს საძინებელში არა გვაქვს სკამები. კი 2 ხოდა ისიც გამომიტანე და მეყოფა. მიდი რა მიდი გამოსიდე აქეთ გამოსიდე. იცი რა ჩემი ზობლებს გამოვართმევდი თქვენთან არ ამოვიდოდი მაგრამ თქვენ კარგი სკამები გაქვთ ძირში აქვთ ქეჩა და იატაკს არ გამიფუჭებს. თანაც რაღაც მოუხერხებელია და სტუმრები დაიღლებიან წელი ერთ კატკივას და ძალიან მალე წავლენ. აი ეს 2 სკამია ერთი კარგია და აი მეორეს ამას ფეხი აქვს მორყეული ამას? ხო აი ამას ჩემს დაუდგა. არაფერს არ აკვდება ხო იცი? ის ქალბატონო რა უნდა ხეხა ფიქრობდი და ბარე მაგ ხო არ მოიყვანდი თქვენ სტუმრებს ჰა? უი არა აქ ვერ დაეტევიან რაღაც ხული ოთახია ძა. მიდი გაიტანე დააწყვეთ მან და იცი რა ლიფტთან დააწყვეთ მე ჩემი ემზარი ამოვა და წაიღებ. ბადე ლიფტში შეიტანე რა და ხო იცი მეორე სართული თეთრი კარები და სპილენძის ნალიაკრია კარებზე. იცი აბა ქალბატონო აკი ემზარი წაიღებსო. ხო იცი რანაირი ტიპია მორიდებული ვერაფრით ვერ ამოვიყვანე. თუ გეზარებათ, კი არა ვარ კარგად წელის მტკივარ, სუდათ ვარ, ასაკში ვარ, წავიღებ როგორმე ნელ-ნელა. აი მე რაც სუდათ ვარ, მაგრამ რა ვქნა? თქვენ გახვარაფერი არ გამოვარა.
რატი რას გეუბნებოდი თვეღარ გითხარი მართლა მომისმინე ხა სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან და ჯობია რომ დავჯდეთ სად დავждეთ მაშინ სამოუწვეთ პატა ასკამე ხო რატი მომისმინე ერთი წუთი ნუ ხუმრობ ერთი წუთი რატი რაღა იქნება რას გეუბნები აბა მომისმინე ხა მოკალეთ რატი მე შენი რა მომწონს რა მითხარი რა გითხარი და ის შენი მეგობრის და არის მეთქი სინამდვილეში არის შენი და სალომე რო ვერ გავიგე რა უნდა გეთქვა სიცოცხლე უნდა მეთქვა სიცოცხლე ჯანმრთელობა სიცოცხლე აიცა პატა პატა შენ გონია რამის გამომაპარე ბიჭო რას მეუნები რომ მეგობრის დაო მეგობარი ლაშას და ელენე რა გამოდის რომ პატას ელენე მოწონს შეხედე უისა Facebook-ზე დაგიმატებ. ვიცი. ლაშა ტორონჯაძე შენი ძმა? კი. კაი ბიჭია. აუ ძალიან. კაი მაშინ დავიმატებ. და ცოლიანია? აუ ძალიან. ელენე რატო არ დამიძახე? გადაავიწყდა ხალბატონესთან. დაღლილია და ესეც ხო ადამიანია. კარგი, თემოსაწევად გადავარ, წამოდით და იქ უი, კაი იდეა. ელენე შენ არ ეწევი? არა, მე არ ვეწევი. დედა მყავს ექიმი და სულ მიყვება სიგარეტით გამოწვეულ საშინელ დაავადებებზე. ესე იგი, კანის ნაადრევი სიბერე, ფილტვის კიბო, უშვილობაზე და იმპოტენციაზე საერთოდ არაფერს აღარ ვამბობ, ნაადრევ სიკვდილსაც კი იწვევს. მაგრამ ახლა ისეთი კარგი სიგარეტები გამოუშვიათ, სასარგებლოც კია. დიახ. ძალიან კარგი. მე და ლალი წავალთ მაშინ მოვწევთ თან დაწინაურებასთან დაკავშირებით მინდა რაღაცები რომ მოვითათბიროთ. მოიცა, უჩემოთ უნდა მოითათბიროთ. სამაგიეროდ ჩემ ჯამთელი ფილტვები გექნება ელენე. არ გაგიგიათ, მოწვევის დროს ლაპარაკი არ შეიძლებაო. არც მე. კარგი სალომე რა იყო ეხლა რა მოგივიდა კიდე გაბრაზებული ხარ რა არის ვერ გავიგე მორჩა სალომე კარგი დამთავრდა კარგი რა იყო ეხლა რა არის წვიმა იყო გადაიღო ზემპირი დაიბანა კარგი სალომე ზემ რა სალომე პირი დაიბანა სალომე რა იყო რა მოგივიდა მორჩა სალომე ეხლა გამარჯობა. გამარჯობა შევკვეთავ რამეს? კი, ყავს. ყავს შენ? მე არაფერი არ მინდა მაგრამ ერთი წუთი მოდი ისა ყავა ძალიან ცხელი არ იყოს მაინც ნაჩხობრები ვართ გაიგე ჩემთვისაც ნაცნობი თემაა ეგ. სხვათა შორის მე და იმას იცი რამდენი ხანი არ გვიჩხუბია ერთი უნდა დაურეკო. მიდი დაურეკე მიდი მიდი დაურეკე მიდი სალომე იმ ხო და ის ფილმი რო გიყვებოდი ახლა ვეღარ დავამთავრე მოდი გითხრა მოდი რაღაცა გაქაქ მოდი უნდა მოგაშოროს სალომე ის შექმები რატო არ იმის ცოტა ის თქვენ ყავა უკაცრავად ყავა მე გითხარით თქვენ ერთი წუთი მე აქ ვიდექი ყავა მინდა აქედან გავიგე ეხლა თქვენ აქ ხართ ესე იგი გეხოცებით ადგილებს მაინც მოიცვლით თორემ მე კიდე ეგ მინდა ჩვენ თვითონ გავარკვევთ კარგი დიდი მადლობა კარგი მადლობა თათია მადლობა მომეც ჩემი ყავა ყავა ხო რა თქმა უნდა მოდი აიღე ყავა მოდი სალომე აიღე ყავა რა იყო რა მოგივიდა მოდი აიღე ყავა მოდი ხო აიღე შენ საერთოდ ვერ ხვდები ხო რა გააკეთე გავაკეთე სალომე რა იყო ვერ გავიგე მთელი 1 საათი გელოდებოდი გარეთ წვიმაში მე რა ხომ მოვედი 1 საათს მერე მოხვედი მაგრამ სხვაგან ხო რა ვიცი პრინციპში მართალი ხა იქ სადაც მე მივედი იქ არ წვიმდა და რა ვიცი
ძალიან გაბრაზებული ვარ პაატა. კარგი სალომე, რა იყო? არ გიყვარს გაზაფხულისწვიმა, მე გიჟდები გაზაფხულისწვიმა. კარგად იყავ. სალომე, ერთი წუთი, სალომე. კარგად იყავ. ერთი წუთი გაზაფხულისწვიმა, სალომე, ჟიჟუნაწვიმა, წკაცკუ. პაატა, იჩხუბეთ ხო? ხო. რატომ იჩხუბეთ? რა ვიცი მე, აი სუტყუილად, არაფრის გამო, ვერ გავიგე, რატომ ეჩხუბება, ვერ გავიგე თათია. ჯერ მეჩხუბა, აივანზე რატო გამყიდეო. ამაყიდე გამყინეო, მე მეჩხუბა 1 საათი წვიმაში მალოდინეო, ვეღარ გავიგე, რა გავუკეთო, არაფერი არ დამიკრია მე მაგისტვის. მართლა? ხო, მართლა, აბა. და რა მარტს რა ჩუქე? უი, მარტია უკვე. 32-33. ბაშაბძია, რა საკეთე? ტელევიზორში ვითვლი მელოტებს. მე 5 არხზე გადართე, იქ უფრო ბევრი მელოდია. ანდა ჩვენ აზოში გადაიხედე, ემზარი, ესა, ისა. კარგი რა ნიკა რა, კარგი რა. ამერია, ეხლა თავიდან უნდა დავიწყო დათვლა. შენც იმდენი საქმე გაქვს, მაგაში ხო არ დაკარგავ დროს. შენ მაგ დრო თამაშობ, ისწავლე ყველაფერი? კი, ყველაფერი. ლაშაბძია, მათემატიკას ხვალ დავწერ რა. არა დღეს დაწერ. მიდი კარი გააღე. ამცალია, მე მათემატიკა უნდა ვიმეცადინე. ხო, კარგი, მათემატიკას ხვალ დაწერ, ახლა კარი გააღე. გამარჯობათ. სალამი. ახლა რატომ შემოვედი მე? მოიცა პირდაპირ იწყებთ ეს თეატრზე არაფრის მოყოლას არაპირებ? არა. ახლა მეჩქარება, მე მოგიყვებით მაგარ ამბავს. მთაში რომ ვიყავი 1999 წელს იმაზე. შავის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იდგმებოდა კარლ სმიტის უსინათლო ცხვარი. მე ვთამაშობდი მაგას მერე მოყვებით, ხო? ხო, ამას მერე მოვყვები. ახლა საქმეზე ვარ შემოსული და მეჩქარება. გისმენ, დიახ. არა, შენთან არა, ნიკასთან მაქვს საქმე. აჰა, ნიკასთან. სამსახურს ვერ შოულობ, ჩემთან საქმეც აღარავის აღარ აქვს. ამ ტელევიზორში მელოტებიც აღარ არის. ნიკა, ჩემთან იყო მოსული ნუნუ. სტუმრები მომდიანო, რაღაც სუფრას ვაკეთებო. კი, აქაც იყო შემოსული ეს ხახვი, კარტოფილი და ყველი წაიღო. ხო, მითხრა, ვიწრო წრეში ვაკეთებო სუფრასო. და თან რა მითხრა იცი? შენ მინდა იყო თამადაო. ხა მე რა უპასუხე? ჩემი თამადობა და ეს ვიწრო წრე ერთად არ გამოვამეთქი. შაყინორი ვარიანტი რა. ახლა რაც მოვაყოლე ეს ყველაფერი. აი ამ რვეულს რომ უყურებთ, ეს არის შედევრი. მსოფლიო დონის შედევრი. ქართული სადღეგრძელოები. შედევრია კი. შენ კარგად მოგეხსენება ლაშა, თამადისთვის არ არსებობს პატარა და დიდი სუფრა და მეც მინდა შესაბამისად მოვემზადო. გესმის შენ? ხო. და მე რა შუაში ვარ? შენ რა შუაში ხარ და აი აქ შერჩეული და მონიშნული მაქვს სადღეგრძელოები. შენ უნდა გადამიწერო ეს რვეულზე. ხო, რვეულში ფურცელზე უნდა გადამიწერო, მე არ მცალია და ეს საქმე გამიკეთე, ჩემონიკა და მერე მაგარიჩი ჩემზე იყოს. არ მიყვარს მანდარინი. მანდარინი კი არა, მაგარიჩი, შვილო, მაგარიჩი. ლაშაბიძია, მაგჩანიჩი თუ რაღაც. კარგია თუ ცუდი? რა ვიცი, გააჩნია ნიკა. მაშინ ამცალია მე სასწავლი მაქვს. რა გაქვს სასწავლი შვილო? ქართული. ნიკა, აი ამ რვეულში რომ ლექსები წერია, ამაზე უკეთეს, რაც წაიკითხავ. სვიმონ ბოტკოველი ჩემო ბატონო, ციური კიკნაველიძე. 1-2 ჩემი ცურევია. მოგისმინე, თქვენ არ სწავლობთ ბოტკოველს? არა. აი ეთყობა ამოიღეს პროგრამიდან. ეს არის ლაშა, გადაგვაჭიშეს. აბა თითქოს გუთანი შრომით დაღლილა.
თითქოს ყანასაც არ შესწევს ძალა. გენიოსია ბოტკოველი. კიდნაველი. აი, გამომართვი. ისე? აი ამაზეა ნიკა ნათქვამი. ჩემი წერა არ მინდოდა, სხვისი მაწერებინესო. აი, მაგაზია ნათქვამი. ენ ვისი არ მეცნობა. ხალხური. ხალის უბეში მარგალიტები ხეთი. არა, ეგ არა. ეს ადრეა ჯერ შენთვის. მოსე, მაგასაც მოესწრები. აი, რაც მონიშნულია, ის გადამიწერე, კარგი? აი ეს გადამიწერე. წავალ ახლა მე უნდა ვირეპეტიციო. კი ბატონო, კი ბატონო. ესე იგი, ბოტკოველი ყავს, იქნაველიძე ყავს. თავის თამავიწყეთ. გაბუნია. გავატრი. არ კარგი რამე მაგარი რაც გაქვს ის მომიტანე უნდა დავლიო თორე სუდათ ხო რამე მაგარი სასმელი სასმელი? ხო სასმელი რამე მაგარი მომიტანე რა ოი თქვენც იჩხუბეთ ხო? ჩემთვისაც რანაცნობი თემა. არა უშუშ ჩხუბი არაფერ არ მოხდა ყველა ჩხუბა. როგორ ახარ ზურა მოდი დაჯექი ვეღარ დაგინახებ დაჯექი თუნია სიყურადღება ცოტა დაბნეული გოგოა და ხო რაშივი როგორ ხარ აბა სად იყავი ნახე ელენე შერიგდით ილაპარაკეთ რა ქენით რა ხდება ბოლო არა ელენე არ მინახოს ნიკა მყავდა სასეენოდ ისიც მთელი გზა მეუბნებოდა შერიგდითო და მოიტანს ეს გოგო რამე კი მოიტანს ისა თათია ორი ლუდი მოგვიტანე არა პატა ლუდი არ მიდა რამე მაგარს დავარებ დამაცადე მე ვიცი რასაც ვაკეთე დამაცადე ხო ითხა დამნეული გოგოა მეთქი ორი ლუდი მოგვიტანე თათი ორი ლუდი ხო ორი ლუდი ხო და ისა რა ქვია ნიკამ რაო რა შერიგდითო ხო სულ მაგაზე ლაპარაკობს ხო მერე აბა როგორ პატა ამდენი ხანი ერთად აღარ ვართ ცოტა ძნელია რა მესმის სურა შენი მაგრამ ეგრეს არ შეიძლება ეხლა აი რა იცი მოდი ესე შევხედოთ აბა საკითხს შენ ელენეს ხო უყვარდი ხო შენს ხო გიყვარდა ელენე ხო და მე ეგ არის ზურა სიყვარული ერთია და სწორედ ის ერთი არის მარადიული აბა ხო შენ და თეკლა რა შევით რაღა დროს მე და თეკლა ზურა ვისკი დიდი მადლობა თათია დიდი მადლობა ხო გითხარი მაგარი დაბნეული ტიპი ისი რა მაგარი ტიპია მაგრა დავამუღამე მე მაგარი ტიპია ხო ზურა მოკლედ რა ხდება მე რასაპირეთ არ ვიცი პატა რაღაცა მცდელობები გქონდა ელენესთან მაგრამ რო გითხრა ლაპარაკსაც ვერ ვიწყებთ ისიც კი არ ვიცი რას ფიქრობს უნდა შერიგება არ უნდა კარგი ზურა მომისმენი შენ მაგაზე არ ნერვიულ გეტყობო ახლა არ ნერვიულო მე მოვაგვარებ მაგ საკითხს კი მე მოვაგვარებ იმიტომ რომ მე და ელენე სხვათაშორის ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გვაქვს შეგვიძლია დავждეთ ესე ერთ-ერთზე და ვილაპარაკოთ რას ფიქრობს მომავალზე რა გეგმები აქვს არაფერს არ დამიმალავს ერთმანეთს არაფერს არ უმალავთ არაფერი არ გვერიდება აი ესეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს ფაქტიურად დადმასავით ვარ ზურა მე და ელენე ხო მართლა კი როგორ დადაძმა კი მადლობთ პატა არაფერს რა მადლობა როგორ გეკადრება ელენეს ტელეფონის ნომერი გაქვს ხომ შენ კი ხო ჩამაწერინე ყინული არ მოუტანია ისა თათია ორი ფენოვანი ხაჭაპური მოგვიტანე მოდი გავავლოთ ცხოვრების ზღ რანაირად უწერია რა ვაშაბიძეა ზღზე რა სიტყვა იწება ზღარბი რა ვიცი ზღარბი მოდი გავავლოთ ცხოვრების ზღარბი შვენიერია ავიჩემენ რა სისულელეს ვაკეთებ გავარ და ვითვლი მელოდებს ავდგები გადავდა დავითვლი მაღლებს კაცო
აჰა, ერთი. ლაშაბიძია, დამეხმარე რა. რაში დაგეხმარ? წაკითხვაში რაღაცებს ვერ ვკითხულობ. მაჩვენება. ორჭანაში ორთაშუა, გარაჭულა ორჭალაში. ლაშაბიძია, ეს მთვრალმა როგორ უნდა წაიკითხოს? მე რო ფხიზელმა წავიკითხე ხო გავიგე რა. ნიკა მიდი გააღე. შენ გააღე, მე მუშაობ არმცალია და საერთოდ ჩუმად იყავთ ხელი მეშლება. მოდი რატი მოდი. გამარჯობა. გამარჯობა. საქმე მაქვს და დასალაპარაკებლად მოვედი. შენც ნიკასთან მოხვედი? არა, შენთან. მოდი დაჯექი. აბა, ესეთი კარგი ამბავი თუ იყო. არა ესეთი კარგი, რატომ მიმალა დილაშა? ნუნუ სუფრას აკეთებს? არა, რა ნუნუ სუფრას აკეთებ? მე გელაპარაკები პაატაზე და ელენეზე. ხო. ირკვევა რომ თურმე მოწონთ ერთმანეთი. რას ლაპარაკობ? საიდან მოიტანე, ვინ გითხრა? ვინ მითხრა და პაატა მითხრა დილით. ხო უნდა იცოდე ყველაფერიო, მე და ელენეს მოგწონს ერთმანეთიო. ბიჭიც კარგი, გოგოც კარგი. ელენ პაატას და ელენეს მოწონს პაატამ გითხრა ელენე მოგწონს ერთმან მოიცოდე რატი მოიცოდე ახლა შენ ისი თქმა გინდა რომ პეტო უნდა გახდეს ნიკას მამა? ხო, ეგრე გამოდის. მოგიკვდეს ბიძაში. ნიკა, მოიცა ჯერ არ უთხრა. ნიკა! რა იყო ეს? ნიკა! ჩემი ხმალი მომიტანე. ლაშა. არ გაქვს შენ ხმალი და თუ გინდა შენ დიდკოვს მოგიტან. ლალიმ სამაგიერო ჩვენ ჯანმრთელი ფილტვები გექნებაო. წარმოგიდგენია თეკლა? რა ვიცი ელენე რა წარმოდგენა მინდა მთელი სამსახურის ისტორიები სიტყვით მომიყევი და თან თამაშობდი. კარგი რა. უბრალოდ ხო იცი არა როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს დაწინაურება. ბოლოს და ბოლოს პრინციპის ამბავია და მეტი არაფერი. ხო, ნუ კარგი, ხელფასისაც. ისე ელენე, რამე საერთო ინტერესი რომ გამონახო ნესტანთან. აი მე თეკლა მეტი რა აღავქნა, ნიკა ხო შევიყვანე ჩოგბურთზე, სადაც ლალის და ნესტანის დაყავს ბავშვი. ეხლა კიდე სიგარეტი გამოხდა. თეკლა, მოვიფიქრე. ვაიმე ელენე მივხვდი რაც მოიფიქრე. კარგი რა ელენე, გაგიჟდი. რატო გავგიჟდი? არ გაგიგია, მიზანი ამართლებს საშუალებას. ხო, ვიტყვი რომ ვითომ მეც ვეწევი, მე გოგოებთან ერთად გავალ მოსაწევად. ხო, ხა ერთმა ორმა ღერმა რა უნდა მიქნას დღეში? არაფერი, მე ნესტანი კარგად გამიცნობს, დამაწინაურებს და მე თავს დავანებ. მე მეგონა ელენე ნიკას აწყებინებდი მოწევას. კარგი რა თქმა უნდა. ისი ჩოგბურთიო და რა ვიცი მე. ისა. უი ელენე, იმ დღეს შენი უფროსი ვნახე რესტორანში ქეიფობდა და სმასაც ხომ არ დაიწყებდი. გადაწყდა ვეწევი. მომე სიგარეტი. მე საიდან? ხო, ჯანმრთელი ფილტვები გინდა რომ კონდეს, ხო? მოიცადე. თათია, ერთი სიგარეტი თუ შეიძლება. რომელი? აი სამსახურში რომ დააწინაურონ ეგეთი გაქვს? ნებისმიერი მოგიტანე რა. მოიცა თეკლა ახლა აქ უნდა მოვწიო? ხო, რა იყო? არ მინდა რომ ვინმე დამინახოს, იმიტომ რომ მე ნიკას ეტყვის. ვინ უნდა დაგინახოს ელენე? ნუნუ. მაგრამ კარგია მე ელენე, კარგია. ნუნუ რომ დაგინახავს წავა და მოუყვება თავის შვილს ინდირა საბერძნეთში რომ ყავს. მე ეს ინდირა ადგება მთელ საბერძნეთს მოსდებს ამავე საბერძნეთში ხო იცი კრიზისია, მაინც იჭორავენ მაგაზე მეტი საქმე არ ეკნება. მე საბერძნეთიდან ეს ამბავი ევროპაშიც გაზრონავს, მათ შორის საფრანგეთშიც. მე გაიგებს სარკოზი დარეკავს შენთან საფრანგეთის სალჭოში და ერა ლაპარაკება ელჩს და ეტყვის, ხომ დაიწყო ამ გოგო მოწევა და აღარ აწინაურებთო? აი მე
მე თეკლა რა მაგარი იქნება თუ დამაწინაურეს. ხო, და მე სიგარეტის კოლბებს დააწერენ, მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს და დაწინაურებას. ისე არ ვიცოდი თუ ეწეოდით გოგო. არც ჩვენ. თეკლა მოწევ. არა, იყოს მე ისედაც კმაყოფილი ვარ ჩემი თანამდებობით. ხო, ჯამრთელი ფილტვები. ის წარმომიდგენია ნესტანის სახე რო დაინახავს რომ ვეწევი. თეკლა ვითომ ნესტანი ხარ? მე? მკითხე, ხო, სიგარეტი გააქვს? ელენე სიგარეტი გააქვს? კი. აუ გაწინაურებ. აი მე ელენე. აუ თეკლა რა რთული ყოფილა ეს მოწევა? ხო, საერთოდ დაწინაურება ელენე არასდროს არ არის ადვილი. თათია, შეხო ეწევი. მასწავლე რა როგორ უნდა მოვწიო? აუ 2 კვირაა რაც თავი დავანებე. აუ რა ცუდია. კარგი, მომეცი გასწავლი. და ისე რა თქინდა მოწევის სწავლა? ეს სამსახურში უნდა რომ დააწინაურონ. გასაგებია. ხო. აი, იცი რა მასწავლე, რაც მარტო მწეველებმა იცით. ხო, ეხა მე გასწავლი გამოგადგება საქმიანი ქალის მოწევას. ეს იგი ფეხზე გადაიდეთ და აი ესე ეწევდეთ ამ ფიქრობ საქმეებზე. შკარად საქმიანი ქალია. განაყრებული კაცის მოწევას ესე კარგად მოთავსდები და იდახს მაღლა აწევდა. მე ნახე როგორი დანაყრებულია. ხო და ეხა აჰა. და ეს ეგ რომელი მოწევაა? აი ეს 2 კვირა რო დანებებული გაქვს და მე რომ მოწევდა გრძნობ რომ ბედნიერი ხარ ის. კარგი, ის მივხვდით, გავიგეთ. არა, ვერ გაიგე. კი, გაიგე, ელენე, ვაიმე კლიენტები. ხო, უკაცრავად. ხო. ისა ელენე დაიმახსოვრე რამე? კარგი, სახლში წავიდეთ, მე აივანზე ივარჯიშებ, წავედით. თეკლა ვერ წამოვა. რატო? თავბრუ მეხვევა და ვერ ვდგები. კარგი ელენე, კარგი წამოდი რა. არა თეკლა დაჯექი ცოტა ხანი ვიყოთ რა. კარგი, მაშინ ყავა თაცია. არ მჯერა რა, არ მჯერა რა, ელენე და პატა. არა, არ მჯერა რა, არ მჯერა იძახე ლაშა შენ და აგერ რატო შემოვიდე და მითხრა პატამ ყველაფერი მითხრა. არა, როგორ ჩემი საკუთარი და ჩემ საკუთარ სახლში. არა ეს ელენეს სახლია. არა, ჩემი საკუთარი და თავის საკუთარ სახლში. ასე არ გამოდის, ხო? არა, არ ვიცი, რა გავგიჟდები, გადავირები, აღარ შემიძლია. ელენე, მუგეშინია, ლაშა ვერაფერს ვერ გაჭებს საერთოდ. ცოტა ხანი ძალიან ახლოსაც ნუ დაუდგები რომ არ იგრძნოს ეს სიგარეტის. ისე რომც გაიგოს რა, მე შენს ადგილას ვეთყოდი. არა თეკლა ლაშას არ უნდა უთხრა. რატო? რა არ უნდა მითხრათ ელენე მითხარით? რანაირად უნდა გითხრა ის რაც არ უნდა გითხრა. ხო. ისე ხო? ხო და ის ნიკა სად არის? ნიკა თორნიკესთან წავიდა, ბურთი წაიღო, მათემატიკა უნდა ვიმეცადინოთ. ელენე, დაჯექი შენთან საქმე მაქვს. არ მცალია ლაშა. ხო, არ მცალია, მე და ელენე ყავა უნდა დავლიოთ. თვალებშიც როგორ მიყურებს? ელენე, ხო გითხარი, დაფნა უნდა დაგეღეჭა რა. გამარჯობა ლაშა. როგორ ხარ? ელენესთან მოვიდი ხო სახში? მოდი პატა. ხო. ელენე, პატა მოვიდა. გამარჯობა პატა. გამარჯობა ელენე, როგორ ხარ? ვიცი, ვაიმე თეკლა, მე მგონი ისევ თავბრუ დამეხვა. თავბრუსაც გახვევს ხო უკვე თავბრუს?
ყავას დალე. არა, არ მინდა, ყავა არ მინდა, მადლობა. მოიცა, მე აქ აღარაფერს წარმოვადგენ ამ სახში, რა? მე თითქოს აღარ წყოფილო, მე აღარაფერს აღარ მეკითხებით? ლაშა, გინდა ყავა? ისე დავლებ, ხო? პაატა მოდი აქ დაჯექი. რა ხდება, ლაშა, რა? მოდი დაჯექი. მოდი აქ, მოდი. დავჯექი, რა ხდება მე? რა საქმე გაქვს შენ ელენესთან? რა საქმე უნდა მქონდეს ლაშა მე ელენესთან? უნდა დაველაპარაკო ადამიანთან ლაპარაკი მინდა, მაინტერესებს. მინდა რომ ერთ-ერთზე დავждე და დაველაპარაკო, მაინტერესებს. რას ფიქრობ მომავალზე, რა გეგმები აქვს? ო, ლაშა, უნდა დაველაპარაკო, აბა, როდემდე უნდა იყოს ესე, კაცო, ცოტოა, კაცო, რიკა უმამოთ ამდენი ხანი. კიდე დალიე, ხო? უყურე ამას, კიდე დალიე, ხო? დამცინი კიდეს, არა? რატო დამცინი? არა, დამცინი კიდეს, ხო? მე ყველაფერი ვიცი. რა იცი? რატი იყო შემოსული და ყველაფერი მითხრა შენზე და ელენეზე რომ მოგწონთ ერთმანეთი. რა? იახ. კი, მითხრა რომ პაატას მოსწონს ელენეო. მოიცი. და ელენესაც მოსწონს პაატაო. კარგი რა ელენე, კარგი რა. რა არის ხო ისი მე შენ გიყურებ როგორც დააზდა, რა არის ახლა ვერ გავიგე, რა წესია. ერთი წუთი ახლა მე საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობ. კარგი, ახლა ელენე არ გინდათ ეს რატი მითხრა ელენე და პაატაო. აი მე გაიგე ესე იგი ვითომ მე და შენ მოგწონს ერთმანეთი ლაშა რა გჭის ხედავ რა თქო ვითომ ეგ რატი ვერ გაიგო თორე სინამდვილეში რატი კარგად ვერ გაიგო სინამდვილეში მე მომწონს რატის და სალომე გაიგე რა თქვი? რა თქვი? რატი დაწყნარდი დამში ჩემთვის რო ეთქვა ახლა პაატა შენი გამომწონს რომ მე არ გავბრასდი. არა რა თქვი გაი მეორე? რატი რა თქვი და ეთყობა ლაპარაკის დროს დამასლო კიდე და შენ კიდე მოგესმა რომ ვითომ შენი დამომწონს აი მე ახლა აქ ისე ჩაიხლართა სიტუაცია და ისეთ საინტერესო ხდება რომ ერთხელს მოვწერდი. ესე იგი შენ რომ მიყვებოდი გოგოს ხდებიო მომწონსო ჩემ დაზე ამბობდი? კი რატი შენ დაზე ამბობდი კი მოიცა რატომ მიყვებოდი მაშინ? რატომ მიყვებოდი ახლა კაცო მეკითხებოდი და უძდელი ხო არ ხო უნდა მეპასუხა არა? აი ახლა გავბრასდი რა. აი ახლა გავბრასდი ახლა აი რას რა მოგივიდათ კაცო ვითომ მინდოდა ცოტა შემეშინებინა ცოტა ვითომ და ცოტა კი არა მაშინ მოიცადე ეხლავე ადი იგი ბიჭო ცოტა ხანი გაუწელი დაიხლება და გამოვაგე. რატი? არ გიღვინა მაგალე. აბა რას ვისო? მიდი გოგოებო დატრიალეთ ახლა თქვენ. მოიცადე? ეხლა ნახე. აჰა, შენც მიღალატ ელაშა? ანუ გარბი ხარ ახლა დაგეწევი ლაშა. შენ მოღალატე შენ. აიმე. სად გარბი ხარ ლაშა დაგეწევი შენ სუკანო შენა. დაგეწევი. შენ სუკანო შენა. შენ ლაშა შენა. რატი? გეუბნები გაანებე ჩემ მეგობრებს თავი მათთან გამომიყვანე.
ჩუმად უნდა გეთქვა. ელენე ხვინო ჩამოასხი რატის თვალებში შევასხავ აეწובה ლაშა დისტანცია და ახლა ვიდეო დაგაკავ დისტანცია არ გასაშვებია გაიგე თეკლა დანაიღე და დაჭერი. პური დაჭერი, პური. პურს მე დავჭერ. ლაშა ბატონში და ვაიმე პაატა ლაშა უგონოთ არის მე მითხარი რა ვქნა. რატი განებეს შემეგობრებს თავი და მე გამისწორდი რატი იცოდე მოიცა რა დალე რას დავლევ რა არის ხა ეს მატყუებდით აქ მე ჰა შენ რომ მატყუებდი კარგი იყო მოდი დაჯექი რა არ მინდა აღარ ხარ შენ ჩემზე გაბრაზებული აი რა გაბრაზებული პაატა კარგი ბიჭი ხარ ჩემიდაც კარგი გოგოა უბრალოდ ძალიან მეწყინა რომ ესე დამთავრდა ყველაფერი რა რა დამთავრდა რატი ჩემადამ დამირეკა გუშინ მითხრა რამოდენიმე თვით ესპანეთში მივდივარ რა რატი რა მოიცა ეხლა შენ ეს ყველაფერი იცოდი და მე მიმალავდი რატი მოიცა არ ვიცოდი მიმალავდი არა ახლა მე გავბრაზდი გამოასხი ღვინო თვალებში უნდა შევასხა აკრამდე არ მოუსვა ლაშა შუქი არ ჩააქროს ხო იცი სიბლელის მეშინია გამიშვიგეუ კარგი მოდი ეს გავადიჯებ მოდი არ მინდა ეხლა რაღაცები გამიშვებეთ კიდევ არ გიკო გამიშვი სინათლე უნდა შოუქრო გამიშვი მინდა მორიგის ადგილზელო შემოგთავაზოთ. მოდი გავავლოთ ცხოვრების ზღარბი. ზღარბი საღებდელოს გვასწრებს ვიდა ჩემო. ზღარბი ხომ სათნოების, მეგობრობის, ვარკაცობის სიმბოლოა. ქართულ ადამიანს ოდითგანვე მოსწონდა და უყვარდა ეს შესანიშნავი ცხოველი, ზღარბი. ზღარბს გაუმარჯოს. მიირთვით, თქო. გაუმარჯოს. ალბათ რომ საფრთხე განჭირდა, აი, წაიკითხეთ რა დაწერია. მანდილოსნებს გაუმარჯოს. მანდილოსნები ხომ სუფრის მარგარინები არიან. გავილახები დღეს. მანდილოსნებს გაუმარჯოს. მანდილოსნები ხომ სუფრის